როივალი კაპე წლის ბოლო ქარდი ESPN-ის და UFC-ის თანამშრომლობის ბოლო დღე გიგას კომეინით და ჩემი სამი ბეთინგ პროგნოზი დავიწყოთ. ვირჩევ სამ ბრძოლას და ვცდილობ შევკრა არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა გუში, რომ ფულის დადება შეიძლებოდეს. და ჩემი პირველი პოზიცია იქნება ვინ თუ არა გიგა ნინძა ჭიკაძე არგენტინელი ვალეხოს წინააღმდეგ მშვენიერი სამი კუშით. გიგას დაბრუნებას ველით ყველა ორ ბრძოლიანი მარცხით არის გიგა ეხლა მოვლენილი და ხვდება ახალგაზრდა მშიერ კონტენდერს. თვითონ გიგა უკვე ვეტერანია UFC-ის 37 წლის არის და მგონია რომ ეს ბრძოლა მოსაგები აქვს უეჭველი გიგას და ყველაფერს იზავს რომ მოიგოს. სტილისტიკურად ძალიან კაი ბრძოლაა გიგასთვის მგონია. გიგას უყვარს თავისი დაბალ მებრძოლებთან ჩხუბი. ვალეხოს ძალიან მოკლე რიჩიც აქვს გიგასთან შედარებით, ანუ ხელის სიგრძე ბევრად მოკლე აქვს და პატარა იქნება რა რინგზე, ბევრად პატარა იქნება გიგასთან, თუმცა ძალიან ილიასნაირი სტილი აქვს ვალეხოს, ძალიან მაგარი ბოქსინგი აქვს, აი ტანი და თავში ასლები უყვარს ძალიან და ფიქრობ რომ რთული იქნება გიგასთვის, ძალიან რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს და უპირატესობას გიგას მივცემ ამ ბრძოლაში, ასე რომ ჩვენი პირველი პოზიცია უმაგრესი კუშით, სამი კუშით იქნება გიგა ჭიკაძე. შემდეგი პოზიცია main event-ი, კაპეს ორიანი 1.33 კუშით. არ თუ ისე დიდი, მაგრამ მგონია რომ საკმაოდ საიმედო კუში არის. ეს ბრძოლა სამჯერ იყო ჩანიშნული და სხვადასხვა მიზეზების გამო სამჯერ ჩაიშალა და საბოლოოდ ეხლა წლის ბოლოს მაინც მოახერხეს და გვექნება ეს ჩხუბი. მგონია რომ კაპე საჩემპიონო კაცია ამ ზონაში და როივალს ჩემი აზრით დაამარცხებს. და ბოლოს ქალბატონების ჩხუბი ჯილიან რობერტსონი ამანდა ლემოსის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში მომწონს რობერტსონის კუში. ძალიან კაი გრეპლერია, ძალიან უმაღლესი დონის გრეპლერია და თავისი winning streak-ით მგონია რომ უფრო და უფრო ვითარდება ყოველ დღე, ძალიან კაი winning streak-ი აქვს უბრალოდ და უკვე ხანში შესულ ლემოს 35 წლის მებრძოლს მგონია რომ დაამარცხებს. ჩვენ ნახეთ წინა ბრძოლებში ლემოს პრობლემა აქვს ხოლმე გრეპლერებთან, გრეპლინგის ბაზის მებრძოლებთან და რობერტსონი თავისი heavy wrestling-ით მგონია რომ ამ ბრძოლას წამოიღებს და 1.55 კუშით ჩვენი მესამე პოზიცია იქნება ჯილიან რობერტსონი. საკმაოდ სოლიდური 5 და 79